შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიები დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის Smile Travel Georgia-ს წარმომადგენლებმა 2024-25 წლებში საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით ფიზიკური პირებისაგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხების მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს. ასევე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან ერთად გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის 100%-იან წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი. გამოძიები დადგენილია, რომ ბრალდებული ზეკარის წყაროების წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. დობის მოსაპოვებლად ბრალდებულმა თავის მხრივ სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა. აღნიშნული ხერხით ბრალდებულმა კომპანიის 100%-იანი წილი ოჯახის წევრებზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმო საკრედიტო ვალდებულებებით დაფარა და ორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1,500,000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163,000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ. ასევე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიები დადგიდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით დაზარალებულს გაუფორმეს ეგრეთ წოდებითი მოჩვენებითი ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ. შეთანხმებისამრებ დაზარალებულებმა კონკრეტული სამუშაოებისათვის განკუთვნილი 123,000 ლარი ბრალდებულებს გადასცა. ბრალდებულებმა არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობის თანხა მიისაკუთრეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.